ყველაზე უპატრონო ქალაქია. დაღავა ახლა ეს 3000 კაცი, ვინც სტრესში მუშაობს. ასე საცოდავად კაციშვილს პასუხი არ გაუწია ჯერ არაფერი. ხო და რა ვიცი შვილო, ჩვენი მდგომარეობა ასე არის. თუ მაღარომ არ იმუშავა, სხვა ამ ქალაქში არ არის არაფერი აბსოლუტურად. აღარანაირი ფაბრიკა იყო ადრე, კიდე რაღაცა იყო, ვთქვათ, ამ წუთში არაფერი არ არის. არაფერი რო იქნება და 100 სოლერი ვაჭრე. 20 კაციანი საავადმყოფო არის, 20 კაციანი. შობიარეც იქცევს მოტეხილი, გატეხილი, რა ვიცი მე, გალახული და მოპერებული. იქცევს სუყველა. ხო. ჩხუბში ვარ სულ. სტომრით უნდა მიიტანოთ ფული. რო რამე მგიშველოს. აჭრის არაფერი და. აქანა კიდე 10 კაცი ვერ შემოვა მთელი დღის განმავლობაში. მართლა რა გინდა უკნა იმას, რომ ამდენი გადასახადი გვაქვს და ოჯახები ხო გვაქვს, კაცო, შვილები გვყავს, შვილიშვილები გვყავს, რაღაცა კამფეტი მაინც ვეღარ უნდა უყიდოს ბებიამ და მამამ შვილს და შვილიშვილს. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის, ძალიან გაჭირდა რაც ეს მაგარო გაჭირდა. ძალიან. არაფრით არ შეიძლება ხო? მაღაზიებში და სხვა ყველგან. კი. არაფრით არ შეიძლება ამ წარმოების გაჩერება და განადგურება და გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ქალაქი აღარ იარსება. ნამდვილად ასე იქნება. ისიც რაც ასაც აძლევდნენ, ისიც არ მიცეს ახლა იმ თვეში. ისიც არ მიცეს. რა ქნას ხამა ბანკზე არიან ჩამოკიდებული. ცოტა ვითომ გაუმჯობესდა ახლა პირობები და ჩამოკიდებული და რა უნდა მე ვერაფერს მუშაობ ახანა და რაც რა უნდა მოდუხა. ერთი პენსიით რამეს გეგიხდი. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის, არ ვიცი. პენსიონერია თუ უპენსიო თუ ვისაც კი ფეხი აქვს შექმნილი სადმე რამეზე რომ ყოველთვიური შემოსავლის იმედი აქვს 100-დან ალბათ 99% ვალია. ოპერაციის გამოძიღებს, ერთიანად რო ვერაფერს აკეთებს სახლში რემონტია თუ შესაძენია თუ რაღაცა არის ახლა მაინც არა აქვს ელემენტარული რამე რო იყიდოს ახლა გაზის ფეჩი იყიდოს სიტყვაზე ან მაცივარი რაღაცა ასეთი რაღაცაც რო იყიდოს ერთიანი ფული ვის აქვს ახლა პენსიონერმა იმის რო იყიდოს 4 თვის პენსია მაინც უნდა და მაინც იზოლებულია რომ ბანკში აიღოს კრედიტი. არის ეს მდგომარეობა, რა ვიცი. ძალიან ცუდი მდგომარეობა. ნორმალურია შესაბამის დღეზე არც მაშინ არ ქონიათ ამ მაღაროსთან ჩვენი. არც მაშინ 1500 გვაქვს შემეუღლეს და იქიდან 500 ემბიტება იმას ის მოიტან. თვითონ მომდერო უნდა იყოს ის ადასტურებე. რაში უნდა ვიმყოფინოთ აცმა დამხობა საჭმელი გაზი. ყველა მითხოთ განერაც უნდა მითხარ. აბა შედით ახლა რომელი თავობას თქვა გადაიქცევას და თუ იცხოვს მაგენ მაინც. ვერ ციცხოვს. ყველაზე უკანასკნელი ქალაქია, რომელსაც ყველაზე ძალიან ერთი ეს არის და ერთი ტრიპლი კიდე რომელიც არის გაუსაძე მდგომარეობაში. აი 600 ლარი უნდა მომისახ. აი მე 600 ლარი რა უნდა გავაკეთო? რომ მე ის მეყოს თვითონ თემდე და ბავშვები გამოდევა იყოს. რა უნდა გავაკეთო? ელემენტარული კამპი უნდა მივდომ დედა კამპი წამოგიყო. აი მე დალოცილო უბრალოდ მეზობელთან ვეღარ მიხვალ და დაკრძალვაზე 100 ლარი ნაკლები. ხო სირცხვილ ნამუსით მოდევს ოჯახს, ესე ხო არ არის ახლა მარტო ჭამაზე და რაღაცა შეიძლება ახლა ჩემი ხნის ადამიანმა 5 წლის წინანდელი ჩასაძმელი და ზიაროს მთელი თუ იქნა, მაგრამ ხო მოგდევს სირცხვილ ნამუსი რაღაცა. ამ თუ ჯერ მე 160 ლარი გაზის ფული მე გადასახდელი მარტო. სხვას რო ყველაფერი აბა შეშა 1500 ლარი ღირს ვერ იყიდი. ეს უფრო იებია ვითომ, მაგრამ მაინც არის გადასახადი. სიცივეში და ყინვაში ყოთ ბავშვები. რომელმაც ვერ გადაიხადა. პრიუს ეგრე ვიქნები მეც, იმიტომ რომ ვერ გადავიხდი ამ თვეში. მაგის თანხა არ მაქვს, იმიტომ რომ არ დაუღწეს ხელფასი. ეგრე ვიქნებით ჩვენ ცოტა ხანში. აი უყურე რა გითხრა, ახლა წიხანაც ვამბობია თან ლაპარაკობდი. კაციშვილმა არ იცის რაღის ტონა მარგანეць. კაციშვილმა არ იცის ეს მე ახლა ვმუშაობ, კანტორა 25 წელიწად ვიმუშავე მაღაროზე. კაციშვილმა არც მაშინ არ იცოდა, გინდა კომუნისტების დრო ყოფილიყო, გინდა მე ხო და პირველად რომ დოლარი გავიგონეთ მაშინ აი დირექტორს დაურეკე სტრესიდან ჩემსას და უთხრეს რომ 480 დოლარი ღირს ტონა პეროქსიდიო. კაცი გაგიჟდა. იმ დოლარი მაშინ ხელაფული იყო და ამ ხელაფას არავინ არ ელოდა. დღეს არავინ არ იცის რა ღირს აბსოლუტურად.
ან რასის შემოსავალი აქვს ამ ქალაქს, ან რასი გასავალი აქვს, ან და გეუბნებიან რომ აქედან ზესტაფონში ჩატანილი მარგანეცი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იქედან სიღაცა სხვა ქვეყნიდან შემოტანილი. ელემენტარულად ახლა რამდენი საბაჟო უნდა გამოიაროს? კანადიდან იქნება თუ იმიდან ბრაზილიიდან იქნება მარგანეცმა ფეროში რომ მოვა, ვიდრე აქედან ჩატანილი. ასეთ სიტუაციები გვაქვს. გვატყუებენ, გუდიანი კაცია მოვა და წაგიყვანს ბავშვობაში დედაჩემი რომ ატყუებდა, ისე გვატყუებენ ახლა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება იქ, მთავარია რომ რაღაცა ელემენტარულს ასეთ მიხედოს და მიაქციოს ყურადღება, ვინც იმუშავებს არსებობის პირობები კონდეს ვარ. ჩემნაირ ადამიანს მილიონები არასდროს არ ქონია და მე მგონია არც ექნება კაი ბანკის ვალი რო არ იყოს, არ ჭირდებოდეს ადამიანს ისე იარსებოს. საავადმყოფოში მისულა რო არ უჭირდეს. პენსიას იმ დროს გაძლევენ რომ უკვე კაი სამკურნალო ხარ. ხო, 65 წლის კაცს აღარ უნდა პენსია. ვეღარ შემიდიან იმის ხნენობამდე. ხო. ასე რომ ამნაირ რაღაცების მოვლა შეიძლება ნამდვილად სახელმწიფოსგან, მაგრამ რა ვიცი. რომელ მოვლაზე არინა? სულ არ მოგცემენ. სულ არ მოგცემენ პენსიას, რომ მიზახიან გაჩვენდით თუ არა. რა ვიცი, თუ არ მომცემენ კაცო, ეშველოს ამ ქვეყანას და არ დევეძებენ. ერთს მე რაღაცნაირად შემინახავ. რა ვიცი.